დღეს პირველ საათზე უნდა გამართულიყო საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უკვე თავიანთი დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოედგინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გაიგო დაცვის მხარემ, რომ სასამართლო პროცესი ამჯერადაც გადაიდო, არის საფუძველიც გახდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, რომელიც როგორც ჩანს მოსამართლე ნათია გუდაძემ კიდევ ერთხელ დააკმაყოფილა და სხდომა გადადო. ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ საქმეს ისედაც აქვს პოლიტიკური სარჩული და ნათია გუდაძის მსგავსი გადაწყვეტილებები ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. შეიძლება საქმე ეხებოდეს იმას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხოს ამ ახალგაზრდების შეწყალება, რომლებიც ჯერ კიდევ რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, მათ ბრალად ედებათ სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად, რაც გულისხმობს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას, თავისუფლების აღკვეთას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში მყოფი რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს და ეს პროცესები მიმდინარეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან მოყოლებული. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი სხდომა გადაიდო და შემდეგი პროცესი ჩანიშნული არის 13 იანვარს. Klebli კუთხით პროცესი უნდა შემდგარიყო დღეს, დაასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა პროკურორს, დაასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა დაცვის მხარეს, დაასრულებულიყო, გასულიყო მოსამართლე სათათბირო ოთახში და გამოიტანა განაჩენი. რატომ გადაიდო პროცესი? ამას მე ვერ გეტყვის. ეს არის აბსოლუტურად იმისთვის გაკეთებული, თითიდან გამოწოვილი, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა, რომ არ მოხდეს ამ კონკრეტული ბავშვების შეწყალება. პრეზიდენტს აქვს უფლება-მოსილება, რომ იმ დღესვე შეიწყალოს კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თუმცა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული თვითონ მოსამართლის ასეთი ქცევა. პროკურატურის სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც ეს მნიშვნელოვანი საქმეებია, ისინი ყოველთვის დებენ ხოლმე ასეთი სტილით, ესე რომ ვთქვათ, პროცესებს თითქოს დაიღებენ რაღაც ყოლობის საქმეში მონაწილეობას, ან უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც მისი ესე რომ ვთქვათ, მონაწილეობა არის გარდაუვალი. ეს არის გამოგონილი ჩვეულებრივად. პროკურორი უნდა მოსულიყო და ჩვენ წინა პროცესზე ვთხოვეთ პროკურორს, რომ მოსულიყო და დასკვნითი სიტყვა ეთქვა და ეს ბავშვები, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელი მდგომარეობით უკვე შეწყალებული ეყოლებოდა პრეზიდენტს.